ეპოქალური მოღვაწეობის დასასრულელია მეორე საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა უსაზღრო აირის სულიერი წინამძღოლის ადმირალების სიყვარული საპატიო და მძიმე მისია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა ღირსეულად შეასრულა და თავისი მოღვაწეობით ერთერთგულების სიბრძნის მოყვასე ზრუნვის სიკეთის თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი მისცა. ოცნებობდა ქვეყნის გამთლიანებაზე და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, რაც აუხდენელ ოცნებად დარჩა. საქართველოსთვის ყველაზე რთულ და კრიზისულ მომენტში ერირჩევას ხსნას და ნუგეშ სწორედ მისგან ელოდა. თავისი სიბრძნით, მრავალმხრივი ცოდნით, გონიერებითა და ავტორიტეტით ქვეყანას არაერთხელ არიდა განსაცდელი. მისი ცხოვრება სავსე იყო ისტორიებით, რომლებსაც ემოციების გარეშე ვერ მოისმენთ. ადამიანები, რომლებსაც უწმინდესთან მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ, პატრიარქთან გატარებულ დღეებს და მის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებს იხსენებენ, მათ შორის ყველაზე მძიმე დღეს, სულიერ მამასთან გამომშვიდობების წუთებს. მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგავობოთ ღირს არ შეშმარიტად. ჩვენ ვებრძოლეთ ღმერთს, როგორც იაკობი ებრძოდა მას, მისი სიცოცხლისთვის. მაგრამ როგორც კი ჩვენ ვნახეთ, რომ ღვთის ნება, ანუ იმის ნება, ვიზეც არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინება და ამ ქვეყნიდან გასვლა, მერე რომ მას ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს, იმიტომ რომ ეს ჟამი და დრო და წუთი და წამი მოვიდა, როცა ის უკვე რეალობას გაუსწორეთ, შევედით მეუფე გერასიმესთან ერთად, მეუფე თევდორესთან ერთად და იქ კიდე ერთი შოთა, მისი სულიერი შვილი, მისი ნათრულის მამა და ჩვენ სამმა დაახლოებით 45 წუთი მისი სულის გატებებამდე გადავების ჩათვლით გალობდით აცხონე უფალო ერიშენი, დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლის საგალობლებს, ყველა იმ საგალობლებს, რომელსაც ის განუწყვეტლივ აღუვლენდა ხოლმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და ღმერთს საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის და ასე გალობით გავაცილეთ და ჩავაბარეთ უფალს, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ასეთი იყო 93 წლის პატრიარქის ბოლო წუთები. რეანიმაციული განყოფილებიდან გალობის ხმა ისმოდა. კლინიკის გარეთ კი იდგა მრევლი სანთლებით და ემშვიდობებოდა სულიერ მამას, რომლის ყველა ნათქვამის სიტყვა თუ დალოცვა ახლა მისი სულიერი შვილებისთვის სამუდამო შეგონებად იქცევა. ისე როგორც სამუდამოდ ემახსოვრებათ ადამიანებს ილია მეორე, უბრალო როგორც ადამიანი და უბრალო როგორც მშობელი. მამა იყო ყველა თავისი ნიშნით გამზდელი მამას რა ნიშანსაც შეიძლება ატარებდეს. იმიტომ რომ იქ როცა გიჭირს სულიერად თუ გიჭირს მატერიალურად თუ გჭირდება გამხნევება ან დაკვალიანება, დარიგება იღებ ამას და ეს იყო წლების მანძილზე ასე და ეხლა თქვენთან პირველად ვამბობ, ერთხელ დავუწერე. მაშინ დავუწერე, რომ სანამ თქვენ ხართ, თავს ბავშვად გრძნობ, ისე მეთქი. გუშინ წინ რაც მოხდა, არის ის, რომ ამ ბავშვობიდან პირდაპირ გადახვედი ჭარმაგობაში ადამიანი და სიბერეში. იმიტომ რომ აღარ არის ის, ვისთანაც თავს ბავშვად იგრძნობ. ღმერთი იყო მასთან და ის იყო ღმერთთან სულმუდმივად და ის ახლა ღმერთთან არის. ეს იყო მისი ყოველდღიური საზრუნავი. ნუგეში, იმედი, მუდმივად ეს ქონდა. მუდმივად ის იყო მუდმივად იმედიანი. მისი დედის გარდაცვალების დღე იყო და საღამოს ლოცვის მერე პანაშვიდი ჩაატარა ეზოში. და პანაშვიდი, ანუ ლოცვის მერე პანაშვიდი რო გადაწყვიტა, დამიძახა და მითხრა რომ ნაყინებიო იქნებ მოვიტანოთ. დაურეკე ჩემ მეგობარს, რომელმაც ყუთებით მოიტანა ნაყინი, ბევრნი ვიყავით და ეს ნაყინი დაიწყო. დამთავრდა
პანაშვიდი აკურთხა ნაყინი და მეძახის და დავუჩოქე, მივედი რომ მომისმინა ნაყინი მომაწოდეო, მითხრა და დიაბეტია მქონდა. შაქარი და მევთხარი ეხლა როგორ უნდა უთხრა პატრიარქსო არა არ მოგეძე მევთხარი თქვენ უწმინდესო ნინა მომკლავს მეთქი დედა ნატალიაზე უთხარი მის დაზე ნინა მომკლავს მეთქი და კაცო შენ თუ რამე გითხრაო ეხლა იმიტომ რომ ხო უნდა დამიცვას მისი დისგანაც შენ თუ რამე გითხრაო უთხარიო რომ უწმინდესმა მითხრა დედას უყვარდა ძალიანო ნაყინიო და მაგის გამო ჭამსო ეს სუფთა ადამიანური მართლა სახალისო რომელიც აი მთელი ცხოვრება მომყვა მისი აი უბრალო ოღონდ არასოდეს საფრთხეში არ ჩაგაგდებდა თქვენ უნდა მოგესმინათ მისი მადლიერების გზნობის გამოხატვა როგორ ამბობდა მადლობა და ვეუბნებოდი ხოლმე არ ვიღებდი ამ მადლობას და ბოლოს მაინც ამთავრებდა ხოლმე მადლობა ვეუბნებოდი თქვენ უწმინდესო იმის ღირსი ვართ რომ თქვენთან ვართ და თქვენ გვეუბნებით მადლობას, მადლობა თქვენ. არა, მადლობა. ეს ბოლო პერიოდში ამბობდა ხოლმე ამას ხშირად და ეს მადლიერების საოცარი გზნობა სულ ქონდა და ის უბრალო იყო როგორც ღმერთი. აი როცა მის უბრალოებას ვუყურებდი, მე ხვდებოდი რაოდენ უფრო მეტად ღმერთი უბრალო არის. ბევრი რამ დარჩება ისტორიას 59 წლიანი პატრიარქობიდან. დარჩება ყველა ის საქმე, რომელიც ამ წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შრომითა და ბრძოლით ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას დაუტოვა. თუმცა დარჩება ადამიანური, ღიმილის მომგვრელი ან სევდიანი ისტორიებიც, რომელიც ახლა თავად ამ ისტორიების გმირებისთვის ფასდაუდებელ საგანძურად იქცა. როგორც ადამიანური თვისება მისი, აი ერთი რომ მითხარით, ეს არის მოთმინების საოცარი გზნობა. და უნარი მოთმინება ამ მოთმინებით ააშენა მან ეკლესია მონასტრები ამ მოთმინებით გადაიტანა მან უზარმაზარი კრიზისები 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში ამ მოთმინებით შეძლო ნელა აუჩქარებლად მუშაობდა ზუსტად იმ მიზნის მისაღწევად რა მიზნებსაც მიაღწია და იმ მარცვლების ჩასათესად რა მარცვლებით ჩათესა რომლის შედეგებს და ნაყოფს მოიმკის ჩვენი მომავალი თაობები მოიმკიან ეს არ არის ეპოქის დასასრული ეპოქის დასაწყისია მან ამ ეპოქის დასაწყის ჩაუყარა საფუძველი და მეგეთ აი ეხლა მართლა ვლაპარაკობ არ არის დასასრული მან დაიწყო ეს ყველაფერი რომელიც მიმდინარეობს მიმანიშნებელი იყო მითხრეს წუხელ შვიდშვილიანი ოჯახი მოვიდა ორი ბავშვი ხელში ეჭირათ ცოლ-ქმარს რას მოყავს ეს ადამიანები რომ 7 შვილთან ერთად რიგში ირგეს პატივი მიაქოს. ეს არ არის მარტო ტიტული. ეს არ არის ჯვარპანაღია და მიტრა და კვერთხი. ეს არ არის ოლარ სამაჯურები და რაღაც პომპეზური რაღაცის დანახება ადამიანზე. ეს არის იმ თავმდაბალი მორჩილი ქვეყნის და ადამიანების და ღმერთის მოყვარული ადამიანის პატივისცემა მრავალშვილიანი უბრალო ქართველი ოჯახის მხრიდან რომლებიც ევუნებიან თავის შვილებს რომ ნახეთ შვილებო ეს არის რომელზეც უნდა გაიზარდოთ ეს დაგვიტოვა გამიგეთ ამიტომ ეპოქა არ დამთავრებულა ძალიან მიჭირს მაგრამ ალბათ ესეც მისაღები არის იცით იმიტომ რომ თქვენით დაიწყეთ რომ ჩემთვის პირადად რა არის ყველასთვის იყო პირადად და ჩემ ხარჯზე არავის არ დახმარებია და მე არ დამხმარებია არასოდეს არავის ხარჯზე, მხოლოდ თავის ხარჯზე. ყველას ყოფნიდა. ეს ჯვარი ბოლოს აჩუქარია, განამარტო ეს უჩუქნია. ის იყო არ ვიცი, აი ნამდვილი არ შევცვლი ამ სიტყვას. მთის კაცის ეტალონი იყო უწმინდესი. ამთა საგანგებოდ ხას უსვამდა არა ის რაღაცა იწილო და მე რომ მთის ქალი ვარ. არა, მაგიტო არა. მთის კაცი თუ გამოვა, ვერავინ ვერ შეედრება მას ვერც სილბოთი, ვერც სიყვარულით, ვერც და ეგეთი აგვირჩია უფალმა 49 წელი.
მთის კაცს დიდი მოთმინების უნარითა და კიდევ უფრო დიდი მადლიერების გრძნობით განსაკუთრებულად ყვარებია მთა. ყვარებია მთიელებიც და მათი მოყოლილი თუ წაკითხული ამბებიც. ამბები თუ შურად მოყოლილი, ლექსად ან ზღაპრად, მოусმენია თუშებისა და ხევსურებისთვის. მიუცია დარიგებები და დაუტოვებია იმედი. და როცა პატრიარქისა და მთის ამბებს ეთერ თათარაიძე იხსენებს, ყვება დატყვევებული მგლის ამბავსაც, რომელიც ბოლოს ისევ მთისკაცის ნებითა და სურვილით თავისუფლებას ეზიარა. თვითონ სნოზე ხო გიждდებოდა. აი თვითონ სნო მისთვის იყო მთელი სიცოცხლე იყო მისი და როგორ შეხვდა მთელი სნო და ეხა როგორი მტირალეების ხდებიან ეგეც ვიცი. და აი იორამია სნოელი. ამ უწმინდესი სოფლიდან არის. ხო და იორამზე მოგვიყვა ერთხელ რომ ჩამომიყვანა მგლის ლეკვი. ეს გავგიშდიო და დაუტოვა რომ საჩუქარიაო და აქ დაგიტოვებო. როგორ მეთქვა უარიო. იმას ეგონა რომ მე ძალიან გამიხარ და იმის დატყვევებაო. მთელი ზამთარი ძალიან მებრალებოდა, გავიდოდიო, ვეფერებოდიო. რატო დაგიჭირა, რატო დაგატყვევა იორამაო. დედა გენატრებაო, მამა გენატრებაო, მგლებზე ელაპარაკება. და მოვიდა როგორც იქნა გაზაფხულიო და ჩამოვიდა იორამიო. და მითხრა როგორ არისო? ხო და მე ვთხარიო რომ იორამო დიდი მადლობა, მაგრამ ამას ვეხარო, წახვალო, გაგაყოლებო და გაუშვი სადაც ამის ადგილიაო. ეს რამდენიმე ხანში როდათმა სიონში, სნოში ავიდა. და წავედიო იორამისკენ, მაშინ მოძრაობდა ფეხი და ის არ უჭირდა არც სიარული და არც. გადავედიო რომ ნახო, რომ უკვე გაშვებული ყავსო და გავიხედე და არ არისო კიდე გალიაშიო, იმას შემოღობილ, ბადით შემოღობილ სივრცეშიო და ესე მივედიო გაოგნებული რომ ეს კიდე არ არის გაშვებულიო და მივედიო ესე და ემოციისგან უცებრო არ ველოდიო, ვერც მოვედი ასეო, ესე იმ ბადეშიო ხელები ჩავყავიო და ველაპარაკებიო, შენ ისე ვაკახარო, თხარიო, ეს ხელები მაქვს ამ ბადეში ჩაყოფილიო და მოვიდაო. და მოვედი ასე რომ თითებს მილოკავდაო. ეს მგლის ლეკმა ხელები აულოკა და გავედიო და იორამს ვთხარიო. აღარ დაგილაპარაკები ამას თუ თავის დედმამასთან არ გაუშვება მასო. აი როგორც ადამიანზე. თავისუფლების მოყვარულ მთისკაცს უყვარდა მხატვრობა. თავად აქვს დაწერილი ხატები და შექმნილი საგალობლები. აფასებდა ადამიანების შრომას, აფასებდა დროს, სიტყვებსა და სიჩუმესაც კი, რომელიც მის გარშემო მყოფ ადამიანებს ხანდახან უფრო მეტს ეუბნებოდა, ვიდრე სიტყვები. მე პრინციპში ახლო ვიყავი და მან რაღაც მაჩუკა და მე ვთხარი ბატონო ილია, მე ბატონოს ვეძახდი. იმას ეღიბებოდა. ბატონო ილია, მე ვთხარი რომ მე გაჩუქებთ ჩემ ნახატს რელიგიურ თემაზე თქო. და გადიადო დრო ის ერთხელ კითხა, სად არის ის ნახატიო შენ რომ დამპირდიო? და მოსკოვში ვიყავი რაღაცა და დავიწყე ხატვა. ისე უბრალოდ და გამომივიდა ქრისტე. ვკითხე, ხო ქრისტეა თქო, ყველა მითხრა ხო და მიუტანე და ვაჩუქე წარწერით, რომ ბატონ ილიას არა იქ მეგონია დავწერე პატრიარქს, რომელიც ჯვარცმა ელის და აგრეთვე მას ელის აღდგომა თქო. და მე მგონია რომ ასეთი ადამიანები არ მიდიან იქ, ისინი რჩებიან აქ. აი ერთხელ დაბადების დღეზე მითხრა მინდა რაღაც გაჩუქო და მაჩუკა ისა ჯვარი. აქ მიკიდია. ახლა გუშინ არ დავიკიდე, სულ მიკითია. ხო და მივედი მასთან იქ
საპატრიარქოში, შევედით ეზოში და ასე ორი სიტყვა ვთქვით და მე დაახლოებით 1 საათი ვიჯექით ჩუბად. ეს საოცარი სიჩუბე იყო. ეხლა მეც ვერ ვარგვევდი იმ სიჩუბეს და ვერც პატრიარქი. ატყობა იმან აი ამ ბედნიერების სიჩუბეში გაგვაძლებდა. დღეს ყველა თანხმდება, რომ ილია მეორემ შექმნა ეპოქა, შექმნა შრომით და შექმნა ბრძოლით, მაგრამ ამ ბრძოლის გზაზე ის ყოველთვის რჩებოდა იმედად, ადამიანად, მეგობრად, სულიერ მამად და უბრალო მთისკაცად, დიდი მოთმინების უნარით, მადლიერებითა და სიყვარულით. მიყვარდა ბუნება. ამ შესანიშნავ ბუნებაში ვიზრდებოდი და მიყვარდა პირუტყვი და ფიქრობდი, რომ აი სოფლის მეურნეობის მუშაკი გამოვიდოდი, ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს ხალხური მედიცინის დარგში. და მინდოდა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი, რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება.